მთავარი სიახლე ამ კვირაში სამედიცინო სფეროში იყო შვედი მეცნიერების ახალი მასშტაბური კვლევა. ლუნდონის უნივერსიტეტში მკვლევარებმა 600,000-ზე მეტი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ დასრულ ასაკში წონის მატება სიმსივნის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. მეცნიერების თქმით, არ არსებობს უსაფრთხო ასაკი, როცა წონის მატება ნაკლებად საზიანო იქნება, დამატებითი კილოგრამები ნებისმიერ ასაკში ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. კვლევის ფარგლებში 17-დან 60-მდე ასაკის 100,000-ობით ქალის და მამაკაცის მონაცემები გაანალიზეს. შედეგებმა კი აჩვენა, რომ იმ მამაკაცებში, რომლებიც 30 წლამდე გახდნენ ჭარბწონიანები, გლიდლის კიბოს განვითარებისთვის კი 5-ჯერ მაღალი იყო, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა პანკრეასის, თირკმლის და ნაწლავის კიბოს განვითარების ალბათობაც. მეცნიერები კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს, რომ ჯასახი წონის შენარჩუნება კიბოს პრევენციით ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მსგავსი საგანგაშო ტენდენცია გამოვლინდა ქალებშიც. 30 წლამდე ასაკში სიმსუქნის განვითარება ენდომეტრიუმის კიბოს რისკს 4.5-ჯერ ზრდის. ასევე 67%-ით იმატებს პანკრეასის კიბოს რისკი, 2-ჯერ თირკმლის, ხოლო 76%-ით მენინგიომის. განვითარების საფრთხეც არსებობს. ასაკის მატებასთან კიბოს სტატისტიკა იცვლება ქალებისთვის, რომლებმაც 30 წლის შემდეგ მოიმატეს წონაში. განსაკუთრებით იზრდება იმ სიმსივნეების რისკი, რომლებსაც სასქესო ჰორმონები მართავს. მამაკაცებში კი ჭარბწონიანების ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული კიბოს რისკები, ძირითადად საყალპავისა და ღვიძლის კიბო, უფრო მძაფრად 45 წლამდე წონის მატებისას გამოვლინდა. მეცნიერთა აზრით ეს იმით აიხსნება, რომ ადრეულ ასაკში გასუქება ორგანიზმში ანთებით პროცესებსა და ინსულინის მაღალ დონეს უფრო მეტ დროს აძლევს ქსოვილების დასაზიანებლად.